გამარჯობა მეგობრებო, დღეს გვექნება ცოტა განსხვავებული ეპიზოდი და მინდა რომ გასწავლოთ ისეთი რაღაცები, ხრიკები, რაც თქვენ სამზარეულოში კარიერას უფრო მარტივს გახდის, უფრო გაგიადულდება შემდეგში კუქინგი და სამზარეულოში კერძების გაკეთება და თქვენი სიამოვნებას მოიკრიბს. ამიტომ მე დღეს გაგიზიარებთ 20 tips, რომელიც უფრო მარტივს და გემბილს გახდის თქვენს საჭმელს და საჭმლის კეთებას. დავიწყოთ. როგორც მანამდე ვახსენეთ, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება თქვენი სამზარეულოში ფუსფუსის გამარტივებას. და დავიწყოთ პირველი ტიპით და პირველი ტიპი არის, რა თქმა უნდა, დანას. დანა არის თქვენი, როგორც შეფები იძახიან ხოლმე, თქვენი ხელის გაგრძელება და დანა უნდა იყოს ყოველთვის ძალიან ბასრი. ბასრი დანა უდრის სიჩქარეს, სიმარტივეს ყველაფრისას, იმიტომ რომ უფრო მარტივად ჭრით რაღაცებს და უფრო დიდი შანსია სხვადასხვა სტატისტიკურად, რომ ბლაგვი დანით უფრო დიდი შანსია რომ გაიჭრათ ხელი, ვიდრე ბასრი დანით. ბასრი დანისთვის თქვენ გჭირდებათ სალესი, რომელიც თუ გაქვთ სალესი, სალესის გამოყენება იცით, სახში თუ გაქვთ სალესი, მაგრამ მეორე არის ეგრეთ წოდებული სალესი. ანუ ინგლისურად ქვია ამას honing სტილი, რომელიც სალესი არის იდეაში, ეს არის დანის პირის გასასწორებელი. რომ წარმოვიდგინოთ დანას ხმარების შემდეგ უჩნდება ესეთი რაღაცა ტალღები და honing სტილი, ეგრეთ წოდებული სალესი, ჩვენ ეს საქართველოში ეგრევე ეძახით, ასწორებს მაგ ტალღებს და რომ წარმოვიდგინოთ, ხდება სწორი ზუსტად. და სწორი, რა თქმა უნდა, სწორი პირი უფრო კარგად გაჭრის ვიდრე ტალღოვანი. ხო, ლოგიკურია. ამიტომ თუ ხარ ენთუზიასტი და თუ გიყვარს სახში საჭმლის კეთება, აუცილებლად უნდა გქონდეს სალესი და სალესი თუ რა გაქვს, აუცილებლად უნდა გქონდეს honing სტილი. ესეც პირველი ტიპი ჩემგან. ტიპი ნომერი 2. ხშირად ხედავ ხოლმე ამ შეცდომას მოყოლ მზარეულებთან, ან სამზარეულოში, ან ვიდეოებში და ეს ტიპი დაიმახსოვრეთ აუცილებლად. ხშირად ხედავ ხოლმე რომ დაჭრის დროს ეს სულ ესე უთამაშებთ ხოლმე დაფა და ამისთვის რომ ეს აღარ მოხდეს და უფრო ასე ვთქვათ უსაფრთხო იყოს ვინც მუშაობა დაფაზე, უნდა იყოთ ხელსახოცი, დაასხათ ცოტა წყალი და დააფაროთ. და ნახავთ რომ აღარ დადის აკეთიკით. ტიპი ნომერი 2. ტიპი ნომერი 3. სათლელს ბევრად უფრო მეტი დანიშნულება აქვს, ვიდრე მხოლოდ თლა. ანუ რა თქმა უნდა, კარგად თლის, მაგრამ ასევე თუ გინდათ რომ სალათისთვის გქონდეთ წვრილად დაჭრილი კიტრი, შეგიძლიათ რომ აიღოთ და გქონდეთ წვრილად დაჭრილი კიტრი. ესეც კიტრი. ესე იჭრება ნებისმიერ რამე, რაც არის ესეთი მოგრძო ფორმის. ბადრიჯანიც. იცოდეთ რომ ბევრ სხვადასხვა ინვენტარს აქვს უფრო მეტი გამოყენება, ვიდრე რაც გონია რომ აქვს. ამიტომ ცოტა უფრო მეტი დაფიქრება და კრეატივი გმართებთ, თუ რამე სიპოვით ვითხარით. და ეხლა ტიპი ნომერი 4. შეიძლება ყველა თქვენგანს რა გქონდეთ მიკროპლეინი, რომელიც ძალიან გამოსადეგარი რაღაც არის და ძალიან ხშირად ვიყენებთ ხოლმე ამას ცედრის გასაკეთებლად. ვისაც მიკროპლეინი არ გაქვთ, შეგიძლიათ იხმაროთ სახეხი. მაგრამ ძალიან ბევრი ცედრის გასაკეთებლად ხმარობს ხოლმე ამ მხარეს, რომელიც არის ხორკლიანი მხარე და არ უნდა იხმაროთ ეს, უნდა იხმაროთ წვრილი პირები. ნახავთ, რომ ბევრად მარტივი არის ამ დროს ზესტის გაკეთება და ბევრად უფრო სუფთა არის. და რა თქმა უნდა, თეთრი არ უნდა მიაყოლოთ, იმიტომ რომ უფრო წარე გემო აქვს ვიდრე თვითონ ცედრას. მაგრამ მე გირჩევთ, რომ ინვესტიცია გააკეთოთ და იყიდოთ ერთი მიკროპლეინი, რომელიც მთელი ცხოვრება გამოგადგებათ. ეს იქნება ნიორისთვის თუ სხვა რამისთვის. ეხლა კი მომდევნო ტიპი ნომერი 5. თუ მოგეპოვებათ სახში ესეთი პილპილი საფქვავი, უფრო მეტი მოუდი აქვს, რომ დავქვათ პილპილი. თუ ძალიან მოუჭერთ ამას, პილპილი იქნება უფრო წმინდა. რაც უფრო მოუშვებთ, უფრო მსხვილად ფქვავს პილპილს. ეს არის ძალიან მოჭერილი, რომელიც არის ძალიან წმინდა. შეგიძლიათ რომ იხმაროთ სუფრისთვის. ყველაზე მეტად მსხვილი არის უკეთესი სტეიკებისთვის, საშუალო არის უფრო მეტად სუპებისთვის. ეხლა კი ტიპი ნომერი 6, რაც შეეხება ნიორს. ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, რაც უჭირდება 1-ზე მეტი ნიორის კბილი და ამის არსებობს ძალიან მარტივი ხრიკი. გავრცხვით, გატეხავთ უბრალოდ და ჩაყრით ჯამში, თავზე დააფარებთ იგივე ზომის ჯამს. და შეგიძლიათ რომ გავრცხრული ნივრები ამოიღოთ. ეს არის ერთ-ერთი კიდე ძალიან ადვილი ხრიკი ნიორის გარჩევის, მაგრამ თუ ერთი ნიორის გარჩევა გინდათ, ყველაზე ადვილია
აიღოთ დანა, დაარტყათ და გაირჩევანი 2. ესეც ტიპი ნომერი 6. ეხლა კიდე ტიპი ნომერი 7, რომელიც ისევ ნიორს ეხება. თუ არ გინდათ რომ დასვაროთ ხოლმე სახეხი და მე არ გარეცხოთ ის და მოკლედ გეზარებათ სახეხის გამოყენება, უნდა დავაპიროთ ნიორი. თუ ჩვენი არხის დიდი ხნის გამოწერი ხარ, ეს უნდა იცოდე. თუ არ იცით, ეხავე განახებთ. პირველად დაჭერეთ ნიორი, დააყარეთ ზემოდან მარილი და დავიწყოთ ეხლა დაპიურება. და ჩვენი ნიორის პიურე. ტიპი ნომერი 8 შეეხება ხახვის. და თუ არ გინდათ ხოლმე რომ ხახვის დაჭრისას ეკეთებთ საცურაო სათვალეები და გამოიყურებთ ესე, აქ შემთხვევაში საჭირო ამის ოდნა. გაბრცქვენთ ის რომ ყუნწი არ მოაჭრათ, იმიტომ რომ ყუნწს რომ მოაჭრეთ, გამოუშვებს უფრო მეტ სითხეს, რომელიც გატირებთ და ამ ხრიკით თქვენი ცრემლების რაოდენობა ბევრად შემცირდება. არ გაქრება, მაგრამ ბევრად შემცირდება. ეხლა გადავიდეთ ტიპ ნომერ 9-ზე, რომელიც შეეხება ჭრას. და როგორ უნდა ისწავლოთ წესიერი დანის ხმარება მაგას გასწავლოთ. ეს არის ჩვეულებრივ მიღებული პრაქტიკა, თითები უნდა გქონდეთ, აი ჩათვალეთ ესე. კაუჭებით და ეს ნაწილი უნდა გამოიყენოთ ფარად, ასე ვთქვათ. აი ამ ნაწილზე უნდა ასრიალოთ დანა. თითები გაქვს უკან, ამიტომ თითებს ვერ გაიჭრი და ეს ნაწილი რჩება საჭრელად. თავიდან ნელა დაიწყეთ ამის დამოღამება და ნელ-ნელა მერე შეგიძლიათ ასწრაფოთ. ტიპი ნომერი 10 შეეხება ციცაკებს. ციცაკის თესლები ცნობილია თავის სიცხარით და ამიტომ ადვილად რომ გამოაცვალოთ თესლები, უნდა გავაკეთოთ შემდეგი რამე. ესე უნდა დავამასაჟოთ. 1-2 დავარტყათ. ეს თავი შეგვიძლია ეს მოვაჭრათ და ესე გადმოიყრება ჩვენი თესლებიც. აღარ აქვს შენი თესლები. შემდეგი ტიპი ისევ შეეხება ციცაკას. თითები თუ გაქვთ ციტაკიანი და გაქვთ ცხარე და გეწვით, ერთ-ერთი ტიპი კიდე არის ის, რომ უნდა დაისხათ ლიმონის წვენი და ესე თქვენი სიცხარე თითებზე განაიტრალდება. არ არის აუცილებელი რომ თვალში ამოისვათ, მაგრამ შეგრძნებას დამწვრის გაგიკროთ. ტიპი ნომერი 12 შეეხება ჯინჯერს და ისევ გათლას უახ. ჯინჯერის გათლას არ უნდა გამოიყენოთ არასდროს არც საცრელი, არც დანა, არაფერი მსგავსი. მაგის არის საჭირო კოვზი. აიღებთ კოვზის პირს გათლით ელის მარტივი მოძრაობით. და ესე მარტივად გაეთლება თქვენი ჯინჯერი. არ ჭირდება არც დანა, არც სათლელი არაფერი და ბევრად უფრო სწრაფი იქნებით ესე. Samsung ძალიან წარმატებული კომპანიაა, მაგაზე საუბარი ზედმეტია. ბოლოს და ბოლოს ჩვენი სპონსორობა ერგო წილად. მაგრამ Samsung-ი ბოლო 50 წელიწადია ძალიან დიდ როლს თამაშობს სამხრეთ კორეის ეკონომიკაში. ის არც მეტი, არც ნაკლები MSHP-ს 20% წარმოადგენს. როგორც ხედავთ, საჭირო დაბასა დაგვიგრო და ნაგავი და ამისთვის თქვენ ყოველთვის უნდა გედოთ ხოლმე ახლოში ჯამი მაგიდაზე, სადაც მოათესოთ ხოლმე ნაგავს და არ მოგიწევთ აქეთ-იქით ბევრჯერ სიარული ნაგვისთვის. ამიტომ ესე აიღებთ ხოლმე ამ ნაგავს ჩაყრით ერთიანად ყველაფერს და მე ერთიანად ყველას გადაყრით საჭმლის გაკეთებას რომ მორჩებით. ესეც ბევრად უფრო სწრაფს და ეფექტურს გაგხდით სამზარეულოში. თუ გინდათ რომ მწვანელი შეინახოთ სინცხლად, ამისთვის დაგჭირდებათ ხელსახოცი, რომელშიც გადაახვევთ თქვენს მწვანელს, დაგჭირდებათ პლასტიკი. ესე გადაახვევთ. ესე მწვანელი შეინახება თქმის ორჯერ უფრო დიდი ხანი, დაახლოებით 1 კვირა. მეორე ვარიანტი თუ როგორ უნდა შეინახოთ სინცხლად მწვანელი, არის ის რომ წყლიან ჭიქაში ჩადოთ მწვანილი და ზევიდან დააფაროთ ნამიანი ხელსახოცი და შეინახოთ მაცივარში. და ეხლა შევინახოთ ჩვენი წყალში შედებული მწვანელები და ნამიანი ხელსახუც გადაფარებული მაცივარში. ასევე ჩვენი Samsung-ის Bespoke ხაზის მაცივარს აქვს Optimal Fresh ზონა და აქვს ორი უჯრა, რომლის ერთ მხარესაც არის უფრო დაბალი ტემპერატურა და უფრო კარგად ინახება ხორცის პროდუქტები, ხოლო მეორე არის გამოყოფილი ბოსტნეულისთვის. ამ უჯრებში უფრო კარგად და ცინცხლად ინახება ჩვენი პროდუქტი. ტიპი ნომერი 15. გაჭერეთ ავოკადო ნახევარის გამოყენება გინდათ და არ გინდათ რომ ამის ოქსიდაცია მოხდეს და გაშავდეს. არის ეს ტიპი, რომ აიღებთ ლიმონს და მოასხავთ ზემოდან, გადააკრავთ პლასტიკს. ესე შეინახავთ ავოკადოს მაცივარში. თქვენი ავოკადოს ოქსიდაცია აღარ მოხდება და დაახლოებით 3 დღე მოხდება გაშავება. მანამდე ჭამეთ. ასევე ბევრს უკითხავ ხოლმე, რომ პასტა ძალიან ხშირად ეხარშებათ ხოლმე და იტყლიზნება. კომენტარებში დაგვიწერეთ ერთხელ. მთელი ამბავი ის არის, რომ ჯერ ერთი რომ არ გადახარშოთ პასტა, მეორე არის ხოლმე, რომ საკმარის მარილს
არ უკეთებთ ხოლმე წყალში მოხარშვისას. საკმარისი მარილი წყალში სახამებელების გელინგს უშლის ხელს და ამიტომ ეს ტყლიზნი რაღაც მატერია აღარ გამოიყოფა. როცა იტალიელები იძახიან ხოლმე რომ პასტის წყალი უნდა იყოს ისეთივე მარილიანი როგორც ხმელთაშუა ზღვა, ამას ტყუილა არ იძახიან, იმიტომ რომ ხმელთაშუა ზღვა არის ძალიან მარილიანი. ყველაზე მინიმუმ ზღვის წყალი ხო გასინჯული გაქვთ? შავი ზღვის. შავი ზღვის წყალზე ნაკლებად მარილიანი არასდროს არ გაკეთთ ხოლმე პასტის წყალი. ეს დაიმახსოვრეთ ჩემგან. შემდეგ გადავდივართ ტიპ ნომერ 17-ზე. ეს ეხება ყველა იმ ადამიანს, ვისაც უყვარს სენდვიჩები და უყვარს ცოცხალი პომიდორი. და ვისაც უყვარს სენდვიჩებში პომიდორი. როცა უკეთებთ ხოლმე სენდვიჩებში პომიდორს, აუცილებლად ყოველ ჯერზე არ აქვს მნიშვნელობა რას და როგორ უკეთებთ, პომიდორს მოაყარეთ ზემოდან მარილი. ერთი მხრიდანაც, მეორე მხრიდანაც. და დამიჯერეთ რომ პომიდორი თავიდან შეგიყვარდებათ სენდვიჩის მოყვარულებს, იმიტომ რომ 10 ჯერ უფრო კარგი გემოვაქ ესე პომიდორს. ტიპი ნომერი 18. ხორცი ვისაც გიყვართ, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ ხოლმე. პირველი სანამ ხორცს დადებთ შესაძლოა ტაფაზე, ტაფა უნდა იყოს ყოველთვის ძალიან ცხელი. და ეხლა განახებთ ეს რას ნიშნავს. ტაფა დადეთ, გააცხელეთ ძალიან და წყალს რომ დაასხავთ, უნდა აკეთებდეს ესე, ანუ აქეთ იგი წყალი და დარბოდეს ძალიან. აი როგორც არის პატარა ბურთები დარბის, ეგრე უნდა დარბოდეს წყალი ამაზე. და ამ შემთხვევაში ხორცის დადება უკვე შეგიძლია ტაფაზე. და ტიპი ნომერი 19, რომელიც შეეხება ცილებს, პროტეინებს, ყველაზე გემრიელ რაღაცებს თელს სოფლიოში. როცა აპირებთ რომ შეწვათ ცილა, ანუ ხორცი, უნდა გამოიღოთ ხოლმე ხორცი დაახლოებით 9 საათი ადრე, რომ ოთახის ტემპერატურაზე მოვიდეს ხორცი. ეს დაგეხმარებით იმაში, რომ უფრო even cooking-ი, ანუ უფრო თანაბარი შეწვა მოხდება ხორცის. მეორე რაც უნდა გაითვალისწინოთ არის, რომ ყოველთვის სანამ ტაფაზე დადებთ ხორცს, უნდა გაამშრალოთ. ეს იმაში დაგეხმარებათ, რომ უფრო კნატუნა და ხრაშუნა გარსი გაიკეთოს ხორცმა. ეხლა ჩვენთან ვცადოთ. ტაფა ძალიან გახურებულია, შევამოწმოთ, ვასხათ ზეთი და დავდოთ მშრალი ხორცი. განვატრიალოთ და ნახავთ რომ რადგან გავამშრალეთ ჩვენი ხორცი, მაგიტომ უფრო ხრაშუნა გარსი გაიკეთა ცილა. მეტო გაითვალისწინეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და როგორც იქნა ბოლო მე-20 ტიპი, რომელიც ეხება ბრინჯს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამიგია, რომ ტრაბახობს ხოლმე, რომ ხარშავს ფანტია ბრინჯს. მაგრამ სატრაბახო მაგაში მე მგონია, რომ არაფერი არ არის, რადგან ყველაფერი არის ტექნიკა. და ეხლა გასწავლით, როგორ უნდა გამოგივიდეთ თქვენი ბრინჯი ფანტია. პირველ რიგში ბრინჯი უნდა გაიწყოთ ისე, რომ გადიოდეს სამჭირველი წყალი, ანუ ზედმეტი სახამებელი უნდა მოვაშოროთ. ბრინჯი კარგად გავრეცხეთ და ეხლა ჩაუშვათ ქვაბში და დაასხით წყალი, ბრინჯი გადაასწროთ ესე კარგად და ბრინჯს რომ დაადებთ თითს, უნდა მოდიოდეს პირველ სახსრამდე თითის წყალი. ჩაყარით მარილი, ამოურიეთ და მივიყვანოთ დუღილამდე. ადუღდა ბრინჯი და წყალი და ეხლა დავაფაროთ თავზე, ისე რომ გარეთ აღარ გამოვიდეს აერი. ჩაუწიოთ ყველაზე დაბალ ცეცხლზე გაზი. თუ გაქვთ ელექტროქურა, დავწერთ დაახლოებით 4 ან 5-ზე. დავტოვოთ ესე 7 წუთი. 7 წუთის შემდეგ გადმოდიგით ცეცხლიდან, მთლიანად გაუთიშეთ ცეცხლი და 12 წუთი დატოვეთ ესე თავ მოუხდელად. ერთხილაც არ ახატოთ თავსახური, იმიტომ რომ თელს პროცესს ჩაშლით. ეხა იორთქლება ბრინჯი. და ზუსტად 12 წუთში მოხსენით თავსახური ბრინჯს. ნახავთ რომ გამოგივიდათ ფანტია ბრინჯი. ჩვენი ვიდეო დასრულს მივახლოვდა. კიდე დაგვრჩა ერთი ბოლო ტიპი, ნომერი 21 და ეს არის კოკაკოლის ტიპი. იყიდეთ ყვითელთავსახურიანი გათამაშების ბოთლები. აქ QR კოდი, რომელსაც დაასკანირებთ, გადმოეწევთ აპლიკაციას და შეგნით კოკაკოლას აქ თავსახურებზე დატანილი კოდი. ამ კოდს შეიყვანთ აპლიკაციაში და თქვენ ჩაერთვებით გათამაშებაში, რომელშიც თამაშდება ლაპლანდიის ბილეთები 4 კაციანი მთელი ოჯახისთვის, ვესპა, გეიმინგ სეტაპი და მოკლედ ძალიან მაგარი პრიზები არის. გადმოიწერეთ, დარეგისტრირდით და ჩაერთვეთ გათამაშებაში და შეიძლება წახვიდეთ ლაპლანდიაში საახალწლოდ. 14 იანვარს იქნება გათამაშება, დადეთ ბედი. ესა ჩვენი ვიდეო, იმედია რომ ძალიან მოგეწონათ და იმედია ისიამოვნეთ და იმედია რაღაცები ისწავლეთ ახალი. თან ახალი წელი მოდის, რაღაც აუცილებლად გამოგადგებათ, იმიტომ რომ ძალიან კარგი რაღაცები გაგიზიარეთ მე მგონი და კარგი ხორცს მაინც აჭვენთ ოჯახში ვიღაცებს. გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო. ბაი!